დანიის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო გემის მიღებაზე, რომლის გაგზავნასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში გეგმავდა. 21 თებერვალს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სამედიცინო გემის გრენლანდიაში გაგზავნას იქ მყოფი ავადმყოფი მოსახლეობის დასახმარებლად გეგმავდა. ლუიზიანის ფანტასტიკურ გუბერნატორთან ჯეფ ლენდრისთან თანამშრომლობით ჩვენ გრენლანდიაში შესანიშნავი სამედიცინო გემის გაგზავნას ვაპირებთ, რათა მოვუაროთ იმ მრავალ ადამიანს, რომლებიც ავად არიან და იქ მათზე შესაბამის ზრუნვას ვერ ახერხებენ. დონალდ ტრამპმა ჯეფ ლენდრი გრენლანდიაში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი დანიის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სამედიცინო გემის გაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში და პენტაგონში ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. დონალდ ტრამპის საპასუხოდ დანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დანიასა და გრენლანდიაში არსებული ჯანდაცვის სისტემები საკმარისია. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გრენლანდიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლას მიუღებელი უწოდა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თუ ნატოს ერთი ქვეყანა მეორეს დაესხმება თავს, მაშინ ნატო არსებობას შეწყვეტს. კვირას 22 თებერვალს კი დანიის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ გვერდზე დანიის ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით პოსტი დაწერა. თუმცა მას დონალდ ტრამპის სამედიცინო გემის გეგმაზე პირდაპირ არ უსაუბრია. მიხარია, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვაზე უფასო და თანაბარი წვდომა არსებობს ყველასთვის, სადაც სადაზღვეო კომპანიები და სიმდიდრე არ განსაზღვრავს, ვინ მიიღებს სათანადო მკურნალობას. იგივე მიდგომა არის გრენლანდიაშიც. დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც იენს ფრედერიკ ნილსენი. მისი განცხადებით გრენლანდიას ამერიკის დახმარება არ სჭირდება, რადგან გრენლანდიაში ჯანდაცვის სისტემას მნიშვნელოვანი როლი უკავია. პრეზიდენტ ტრამპის იდეა გრენლანდიაში ამერიკული სამედიცინო გემის გაგზავნის შესახებ მიღებულია, თუმცა ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა, სადაც მოქალაქეებისთვის მკურნალობა უფასოა. ეს შეგნებული არჩევანია და ეს ჩვენი საზოგადოების ძირითადი ნაწილია. შეერთებულ შტატებში ასე არ არის, სადაც ექიმთან მისვლა ფასიანია. დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, მათ შორის ამერიკასთან, თუმცა სოციალურ მედიაში დაუგეგმავთ